320 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ახალი საცხოვრებელი ფართები გადასცეს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ბინები სპეციალურად მათთვის აშენებულ 10 ახალ კორპუსში მიიღეს. შესახების პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრის დაესწრო. აი აცხოვრობდი, აგერ ცხოვრობდი, აგენ ჭირდან მომხონდა წყალი, ორჯერ ჩავვარდი. ასე გამოიყურება ცაისში მდებარე სანატორიუმი, რომელსაც დევნილები უკვე 17 წელია თავს აფარებენ. ავარიული შენობიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გაყვანა რამდენიმე წელია ხორციელდება. დღეს აღნიშნულ ობიექტს აფხაზეთიდან დევნილი კიდევ 6 ოჯახი დატოვებს. ისინი საცხოვრებელ ფართ ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალ აშენებულ კორპუსებში მიიღებენ. 17 წელიწადი გამოვიარეთ ტანჯვა, ნამდვილად წამება ასეთი ენით აუწერელი. იყო აქ ჩვენი ცხოვრება და ეხლა დიდი მადლობა ამისთვის, ვინც ეს გააკეთა, ვინც გაგვიკეთა, ვისაც გავახსენდით. დევნილების გაყვანა სულ 12 ავარიული ობიექტიდან განხორციელდა. დასკვნა იმის შესახებ, რომ შენობა საცხოვრებლად უვარგისია, ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ დადო. დღესულ ტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ეს შენობები მოინახულა. გარკვეული კატეგორიის დევნილებს ახალი ფართის გადაცემის შესახებ აცნობა. ბინის გარეშე დარჩენილებს კი სამომავლოდ დაკმაყოფილებას დაპირდა. 12 გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი შენობა დაიცალა ზუგდიდში მთლიანად და პრაქტიკულად არც ერთი მგრევადი ობიექტი ამ წუთისთვის არ დარჩა და 104 ოჯახი გამოვიდა ამ მგრევადი ობიექტებიდან. დანარჩენი ვინც შეირჩა იმ უკიდურესი გაჭირვებულობის მიხედვით, რომლებიც მათ ჰქონდათ და იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც სამინისტროს მიერ არის დამტკიცებული. თაბუკაშვილის ქუჩაზე 10 ახალ კორპუსში სულ 320 ოჯახი გადანაწილდება. 15 მილიონ ლარამდე ღირებული საცხოვრებელი ობიექტები გერმანიის რეკონსტრუქციისა და საერთაშორისო განვითარების ბანკის და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით აშენდა. 41 ოთახიანი, 160 ოროთახიანი და 120 სამოთახიანი ბინა კეთილმოწყობილი და სრულად ადაპტირებულია. უნდა აღინიშნოს, რომ კორპუსები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის და დღეს მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა, როდესაც ძალიან ბევრი ბედნიერი სახეა ადამიანებმა მიიღეს საკუთარი ბინა. ზუგდიდში ახალ ბინებში დევნილთა შესახლების პროცესი ამით არ დასრულებულა. შემდეგი ტენდერი ბარამიას ქუჩაზე დევნილთა კორპუსების მშენებლობის თაობაზე 13 მაისს გამოცხადდება.